ბათუმში კახაბრის დასახლებაში წყალმომარაგების ახალი ქსელის მშენებლობა დაიწყო სამუშაოების დასრულების შედეგად უწყვეტი წყალმომარაგებით 500-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტი ითვალისწინებს რეზერვუარის საწნეო ხაზისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. სამუშაოები მომდევნო წელს დასრულდება. ამავე პროექტის ფარგლებში ზედამახინჯაურში წყალმომარაგების რეზერვუარისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაიწყო, რომლითაც 150 ოჯახი ისარგებლებს. პროექტების ღირებულება 3.700.000 ლარში ადგენს. ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად ბათუმის მერიის პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა. დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებს გულისხმობს, მოეწყობა როგორც ძირითადი აუზი 300 მეტრ კუბზე გათვლილი, ასევე 2 სატუმბო სადგური, რომლითაც მოხდება დაახლოებით 500 ოჯახის უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში 21,000 გრძივი მეტრი ქსელი დაიქსელება, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა მომარაგდება და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქალაქისათვის. აღნიშნული პროექტის ღირებულება დაახლოებით 3.700.000 ლარია და სამუშაოები უკვე დაწყებულია და 18 თვიან პერიოდს მოიცავს. ამავე ტენდერის ფარგლებში ხორციელდება მახინჯაურში რეზერვუარისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში დაახლოებით 150 მოსახლე ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით და აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს მერიის საბიუჯეტო დაფინანსებით.